მე ვარ თემო კინწურაშვილი 8 წლის. სწავლობ სკოლა ნიკეში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა, ჭადრაკი და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვავ ანსამბლიაში. ჩემი ქორეოგრაფია მუხრან დარჩიზე. ის ამხიარული, მეგობრული და ცოტა მკაცრი. თავიდან ყველაზე უფრო გამირჭირდა ფეხის ცელებზე დგომა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ილეთების გადაბმება. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. ერთი სულემა გვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემ ქორწილში ჩავიცვან წითელ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ისეთ გოგოს ცოლად არ მოვიყვან თუ ცეკვა არ იცის. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშვერდი, რომ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ თომას, ანდრიას და ანა მარიას. ჩემ ცოლს დავარქმევ ნუცას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე გორდელაძე. ყველაზე მშვიდია ელისაბედ გენჯაძე. ყველაზე ცელქია ნატალია რიჟვაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია თაია ნაგევაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, კეთილი და სიმპათიური. 2025 წელს გავხდი მისტერ აჭარა. მონაწილეობა მივიღე გრანდ მოდელ კონკურსში. ჩემი აზრით ამ კონკურსში გავემარჯვეთ დამსახურებულად. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ირმა სხუტარიძე. იმიტომ რომ კეთილია, მზრუნველი, მეგობრული და მხიარული. ძალიან გამიხარდებოდა რომ ყოფილიყო ირმა მასწავლებელი ჩემი დეიდა. ახლა მინდა ვიყო 26 წლის, იმიტომ რომ მოვიყვანო ცოლი. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავდივარ ხატვის წრეზე. ყველაზე ხშირად ხატავ ცხოველებს, ადამიანებს, მანქანებს და ნაძვისხეებს. ძალიან მიყვარს ახალი წელი, იმიტომ რომ თოლებაბოს სულ მოაქვს საჩუქრები. შეშა მაგალითად მაჩუქა წიგნები და ტკვილეული. ჩემი საყვარელი ტკვილეულია ბარამბოს შოკოლადი. წელს მინდა მაჩუქოს სათამაშო მანქანა RAV 4. ჩემი აზრით თოლებაბო არის 23 წლის. მის ნამდვილი სახელია გიორგი. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს ნაინჯისფერი. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 150 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს შვილებს დავათვალიერებინო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. მამიკო არის მზრუნველი, კეთილი, მოსიყვარულე და ის მხიარული. ახლა არის გემზე და ძალიან მიყვარს და მენატრება. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ზრუნავს, საჩუქრებს შუქნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, ზრუნველი, თბილი და საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ჯადოსი ოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, ადამიანებს დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იერუსალიმში. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ვარ კარგი მეკარე. ეს მაშინ მივხვდი, როცა 10 წლის ბავშვმა ცხრიანი ვერ გამიტანა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხოჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია ბარსა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 120 ნომრით. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე გემის კაპიტანი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სახლის მშენებელი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: თემო რო არ მეკქვას, რა სახელი მერქმეოდა? მე თემო დამარქვა მამამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ თემო რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა დემა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელია მისი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაშია ჭადრაკი. ჭადრაკის სკოლაში მასწავლა ლევანი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. ჩემთვის კომფორტულია თეთრებით თამაში. მაქვს მეტი სვლა და მეტი დრო. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს გველობანა. ბედნიერება არის მამიკოს მალე გემიდან ჩამოსვლა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.